ექნება საუბარი. ნოტარიკონი, თემურა და გემატრია. პირველი ორი ლექსიკური ფორმა და როგორც კი მათემატიკური სტატისტიკა და ალბათობის თეორია შედგა როგორც მეცნიერება, ფაქტობრივად იმ დღიდან გაირკვა, რომ არასაიმედოა დაშიფრვისათვის. ხოლო მესამე გემატრია რიცხვით სიმბოლით ექნება და მაღალსაიმედოა. დღეს დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ იოანე ზოსიმე გემატრიის დიდოსტატი იყო. ალბათ ასევე გაუცდა იგი, როცა გემატრიის მეთოდების გამოყენებით გაშიფრა თვითონ ძველი ქართული და მიაგნო იმ სიბრძნეს, რომელიც განსაკუთრებული ღირებულების იყო და დაწერა ამით მან ქართული უფლის ენად მიიჩნია და დაწერა ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი და თვითონ თავისი ხელნაწერი იგივე შიფრით გაშიფრა, ანუ გემატრიით გაშიფრა, ასე რომ ვინც მის ხელნაწერს გაშიფრავდა, როგორც პრიზი ხელში აღმოაჩნდებოდა შიფრის ის გასაღები, რომლითაც წინარე ქრისტიანული ფაქტობრივად ქართული ენის შესაქმნაში ძირითადი სიტყვები იქნა დაშიფრული. როგორც ჩანს, ესეც იყო მისი მიზანი. ყველა შედეგი, რომელსაც აქ მოისმენთ, მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით იქნა ჩემს მიერ მიღებული. ახლა აღმოჩნდა, რომ ის წესები, რომელიცაც მე ლოგიკურად ძველ ქართულში მივაკვლიე, ძალიან კარგად იციან ებრაელმა და ბერძენმა მეცნიერებმა და იყენებენ მას. მინდა ასევე ვთქვა, რომ გემატრიას ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევები ეძღვნება ისრაელში, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ქართული გემატრია თვისობრივად განსხვავდება ებრაული და ბერძნული გემატრიებისგან და აქედან გამომდინარე მას პირველადობის ნიშნები გააჩნია.